თბილისის გამგებელი ლაგუნა ავერის შესაძლო გასხვისებაზე საუბრობს. ნიკა მელიას ინფორმაციით ლაგუნას ტერიტორიაზე იგეგმება საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. უკვე გათავისუფლებულია მისივე თქმით 120 თანამშრომელი. აუზის ტექნიკური დირექტორი ეჭვებს უსაფუძოს უწოდებს და აუზის დაკეტვას ლაგუნას რეაბილიტაციას უკავშირებს. შექმნილია კომისია, რომელიც იკვლევს საცურა აუზის მდგომარეობას და ის უახლოეს მომავალში კომისიის დასვნის შემდეგ გარემონტება და გაიხსნება, ამბობს ის. სამწუხაროა, რომ არის იმის საშიშროება, რომ ახალმა ინვესტორმა დღეს მას შეუცვალოს პროფილი. ეს არის უბრალოდ მაღაზია, რომელიც შეიძლება დაიხუროს და კერძო სუბიექტმა შეუცვალოს მას პროფილი და მოუწოდებ ქართულ ჯგუფს, რომელიც აქტივსაც წარმოადგენს ლაგუნა ვერე, რომ სანამ ნაბიჯს გადადებამდე დაფიქრდეს, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი ტრადიციების მატარებელი ობიექტი. შეიქმნა კომისია, რომელმაც უნდა გააკეთოს დასკვნა, რამდენად შეუძლია ლაგუნა ვერე იფუნქციონიროს. ორი ვარიანტია, ერთი მცირედი ინვესტიციით, რასაც ქვია რეაბილიტაციით უფრო სწორედ, რომელიც შეძლებს საშუალებას, რომ კიდევ ერთი სეზონი გააგრძელოს ლაგუნა ფუნქციონირება და არის მეორე მომენტი, უკეთესი ალბათ თბილისისთვის, რომ მოხდეს სერიოზული რეაბილიტაცია ლაგუნა ვერის.